მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო, გამოწერბო და ახისტუმრებო, ახლა გავაკეთოთ გაშლა, რა გელოდებათ პირად ურთიერთობაში, ვარიანტი გვექნება მხოლოდ ერთი, ასე რომ კარგად მოусმინეთ დახასიათებას და ავიღოთ დღეს მანერა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ურთიერთობებზე. ნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ იმპერატრიცა ხართ, ძალიან თავდაჯერებული, შემდგარი, ლამაზი, მაგრამ ეხლა რაღაც ნოსტალგიებში ხართ, შეიძლება წარსული სცენარებს ატრიალებდეთ თავში, აქ რაღაცა მოგონებებში გადავარდნილებით ხართ. სულ იხსენებთ კარგ მომენტებს. კარგია, რომ ცუდ მომენტებს არ იხსენებთ, ეს ძალიან კარგია. აქ კონდეთ წარსულში ურთიერთობა მამაკაცთან, რომელიც თქვენგან ძალიან განსხვავდებოდა. შეიძლება ეს იყოს რელიგია, კანისფერი, ასაკი, ზოგადად მსოფლმხედველობა, სტატუსი. შეიძლება რომ სიმაღლით იყავით განსხვავებულები, ეს იყო კარმული ურთიერთობა. აქ თქვენ ყოფილ ან მოქმედ მეუღლეზეა საუბარი. ვარსკვლავი. შესაძლოა ახლა ეს ადამიანი იყოს თქვენგან შორს, ვიღაცასთან ეგრე გათამაშდება. ვიღაცასთან ეს იყო მე ბევრთან ძალიან ცეცხლისტიქია მამაკაცი, ზოგადად მახასიათებლებით აქტიური, ქარიზმატული. აქ თქვენ თავს მიჩვენებენ ურთიერთობის ინიციატორად, თქვენ თითქოს შემოიტყუეთ ურთიერთობაში ის და რაღაცებით манипуლირებდით. შესაძლოა თქვენ აქ ყველას არა, რა თქმა უნდა, ერთეულებთან გათამაშდება, არაერთი პარტნიორი გყავდათ. და ძალიან არხეინად იყავით ეს მასთან, თუ მის გარეშე, მასთან. ახლა ერთად ხართ, ისთვის არის ეს გაშლა, ვერ ვიგებ. წყლის სტიქიაც კარგად გათამაშდება აქ. და ზოგადად აქ იყო თუ არის ორმხრივი სიყვარული, ორმხრივი გრძნობა და სტაბილური ურთიერთობა. თუ ცოლ-ქმარი არა, თანაცხოვრებაში მაინც იყავით აქ. ნახოთ, ენერგიები ვნახეთ, თუ იცანით თქვენი სიტუაცია, გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ. რა გელოდებათ ახლო მომავალში? შეიძლება ვიღაცა მოგზაურობას გეგმავდეთ, ვიღაცა სხვა ქვეყანაში წასვლას გეგმავდეთ. აქ თქვენ იმ ადამიანის გული დაიპყარით, ვიზეთ ფიქრობთ, მაგრამ ეხა მიჩვენებენ, რომ ერთად არ ხართ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი აქ რაღაც საქმეებით არის დაკავებული. მაპატიეთ ძაღლის სუღებს. თქვენც რაღაც ცოტა ცივ ენერგიებში ხართ და რაღაც თქვენ საქმეებით ხართ დაკავებული, თქვენი ჰობით, ვიღაცა ფიტნეს დარბაზში დადის, ვიღაცა ხელოვნებით არის გატაცებული. ზოგადად მოძრავი ხართ. კარგით, რა გელოდებათ? ჩაფიქრებულ ადამიანთან, ეხლა ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი. თქვენ გეგმავთ ამ ადამიანთან გახვიდეთ კონტაქტზე, ან რაღაც გააკეთოთ. მაგრამ არ გირჩევთ აქ კარტი ამას. თითქოს დაგჯდის ეს ადამიანი, თითქოს არ მიიღებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. აქ ჯობს და თუ ეხლა დაცილებულები ხართ, ჯობს დაელოდოთ. ეს უფრო სწორი იქნება და გამართლებული. კიდევ რა გელოდებათ ამ ადამიანთან? მოდით ნახოთ ახლა მიხართ მისთვის დღეს. ისიც აი როგორც თქვენ მას იხსენებთ და სულ რაღაც წარსული სცენარი გიტრიალებთ თავში, ამ ადამიანსაც ანალოგიურად თქვენით შეპყრობილია. სულ თქვენზე ფიქრობს და თქვენზე ინფორმაცია ახლა არ აქვს, თქვენც შეიძლება რაღაცნაირად ფლირტავებოდეთ, ოღონდ პირდაპირ არა, შეიძლება რაღაც ფოტოებს დებდეთ, რაღაც სტატუსებს დებდეთ, რომ ის ახლა გაუგებარია რას აკეთებთ, რას აპირებს.
გამოჩენას აპირებს, ოღონდ ვითომ სხვა რაღაცას მოიმიზეზებს. აქ ადამიანი სხვა რაღაცას იმიზეზებს. მაგრამ ეშინია რომ თქვენ მას რაღაც ზემოდან ქვემოთ უყურებთ, შეიძლება ეშინია რომ თქვენ მას უარს ეტყვით. თქვენ ცოტა ეგოისტურ ენერგიებში გხედავთ ახლა. ნუ თქვენ თავი ძალიან მოგწონთ, ძალიან გიყვართ, ეს ძალიან კარგია. შინაგან კონფლიქტებშია. კარგით, რა მიზნით უნდა რომ გამოჩნდეთ? ნუ იმიზნით რომ უნდა აქ ახალი დასაწყისი თქვენთან და რაღაც საერთო მიზნების ასრულება უნდა თქვენთან ერთად. კარგით, ეხლა მოდით რა ვნახოთ. როგორ იქნებით ამ ადამიანთან? თუ ურთიერთობა განახლდა, იმიტომ აქ დანგრეული ურთიერთობა აქვს მეწილს და როგორ იქნებით მის გარეშე? თქვენ დამოკიდებული ურთიერთობა გაქვთ აქ ფსიქოლოგიური, ფიზიკური დამოკიდებულება ერთმანეთზე, აქ ცოტა არაჯანსაღ ურთიერთობას მიჩვენებენ. კი, ემოციურად იქნებით სავსე კი არა გადავსებული. ნუ ეს ძალიან კარგია შემოქმედებითი ხალხისთვის, ვინც რაღაცას ქმნით. კი, ესეთი რაღაც ურთიერთობა კარგია ამ დროს. კი ბატონო, იმპერატორი, ვარსკვლავი, თვარე, როგორი მაღალი არკანებია. ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, თქვენი ცხოვრებისთვის. იქნება გაუგებრობები, მაგრამ თავს დაკმაყოფილებლად იქნებთ ასე თუ ისე დაბალანსდებით და მის გარეშე როგორ იქნებით. გეყოლებათ აქ სხვა ვიღაცები. ან სხვა ვიღაც, მაგრამ ეს ვიღაცა თქვენთვის იქნება სათამაშო, მარიონეტი, ანუ თითქოს მისნაირად მნიშვნელოვანი პერსონა არ გეყოლებათ. ნუ ეს ახლომომვალეა, რა თქმა უნდა. ის დაგიწყებთ თვალთვალს, თუ თქვენც დაუწყებთ თვალთვალს და ერთმანეთის მიმართ მოგონებები. კიდევ როგორ მეტეტა, ანუ ერთმანეთს უთვალთვალებთ აქ. ზოგადად სამყარო როგორ ხედავს, საინტერესოა, უნდა იყოთ ერთად თუ არ უნდა იყოთ. სამყარო როგორ ხედავს. სამყარო აქ გეუბნევათ, რომ თქვენ იქნებით ერთად, თუ თქვენ იქნებით რაღაცეების ინიციატორი. თითქოს აქ ქალს მიყავს პარადი. ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას ეს გარმოწონს. პარადი რა, ანუ მართავს ურთიერთობას და აი რა კუთხითაც თქვენ წაიყვანთ, თითქოს იქით მიდის. აქ კაცი უფრო პასიურ ენერგიებშია. კი, სამყაროს გადმოსახედით თქვენ უნდა იყოთ ერთად, მაგრამ ცოტა სცენარი უნდა შეიცვალოს. აქ თითქოს თქვენ ცოტა გვერდზე უნდა გაიწიოთ, გადახვიდეთ უფრო ქალურ ენერგიებში, მთვარეში, მთვარეში, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო თქვენ ქალურ ენერგეტიკაზე უნდა იმუშაოთ, მიზიდულობაზე და ამით გააკეთოთ ის, რომ თვითონ მამაკაცი წამოვიდეს თქვენსკენ და თქვენ არ ეკაჩებოდეთ. აქ ცოტა როლებია თითქოს არეული. გახდით ცოტა მიუწვდომელი, ცოტა ვარსკვლავი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გაშლა გამოგვივიდა. კონკრეტული კითხვა არ იყო დასმული. ზოგადად პირადი ურთიერთობები ნახეთ და ჩვენ ვიცით, რომ ტაროს უყვარს კონკრეტიკა. როგორც პირად გაშლებში, რაც უფრო კონკრეტულ კითხვებს მისმევთ, მით უფრო კონკრეტული პასუხების გაცემა შემიძლია ყოველთვის თქვენთვის, ეხლაც ესეა. პირადი გაშლებისთვის და დეტალური გარჩევისთვის მომმართეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე ვიბერზე ან WhatsApp-ზე მომწერეთ. ყველას ბედნიერი დღე, ვისაც არ აქვს არქით მოწერილი გამომიწერეთ.